დგომიდან მე-7 კვირას ლომისობის უძველესი დღესასწაული აღინიშნება. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ორია. ერთი სოფელ მლეთასთან, მთისძირას მდებარეობს. მეორე კი, რომელიც მე-11 საუკუნეებით თარიღდება, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: ლომისის მთის თხემს არს ეკლესია უგუნბათო წმინდა გიორგისა. წოდებული ლომისა და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე. არ მრავალნი ხატმი და ჯვარნი ოქროვერცხლისანი დახიზნულობით. უჭრად სამხრეთით ქსანსა, ჩრდილოეთით მთიულეთს. თა ესე უტყეო არს და ბალახ ყვავილიანი. ლომისობა მთიულეთის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, თუმცა აქ მომლოცველები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან ამოდიან. ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე ციცაბო დაკლაკნილი ბილიკებით ადიან. 8 კილომეტრიანი გზა რთულია და საკმაოდ სახიფათოც, განსაკუთრებით ნაწვიმარზე. მაგრამ ათასობით მომლოცველს შორის მოხუცებთან ერთად ხშირად ნახავთ ჩვილ ბავშვებს, მშობლებს რომ დიდი სიფრთხილით მიხავთ ტაძრისკენ. ადრე ლომისის მთაზე წარმართული სალოცავი მდგარა და მთაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მის ადგილზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგეს. რადგან მიიჩნიეს, რომ მთიულების მებრძოლ, ერთგულ და უტეხ ხასიათთან ყველაზე ახლოს ქრისტესთვის წამებული მხედარი იქნებოდა. ასეც მოხდა. ლომისის წმინდა გიორგი საუკუნეთა განმავლობაში მთიულეთის უმთავრესი სალოცავია. ძალიან დიდი მადლი აქ ამოსვლა, მით უმეტეს ძალიან გრძელი გზის გავლა გვიწევს. თითქმის ვცდილობთ, რომ ყოველ ლომისობას ამოვიდეთ აქ მეგობრებთან ერთად და მინდა რომ სრულიად საქართველოს შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი. სეცა შახენეო აბარეგავ, თვარა დათვის ჟვრისკენ იტოლება, ქალავშავ თვალთრა და მაბარებავ, ანამ წერ ხოშირა და მიყოლება, დღეს მე შენს ორფერი ვიქნებიო, ამე გავიტანო საუბარი, ქალავმუამირი ფიქრებიო, მამ შორტ გაიგონე ნაუბარი, მამ შორტ გაიგონე ნაუბარი. თითქმის ყოველ წელს ამოვდივარ, როდესაც ვახერხებ დედამ ყავს მთიული და შესაბამისად ჩემთვის ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ტრადიცია არის ამ დღესასწაულის, ყოველთვის სტრუმერებს მოგდიან და აღვნიშნავთ ოჯახით. ტაძარი ერთ მხარეს არაგვის ხეობას გადაჰყურებს, მეორე მხარეს კი ქსნის ხეობას, რომელიც დღეს ოკუპირებულია. გორიდან ვარ, პირველად ვარ, გაგებული მქონდა აქამდე. ამ სალოცავის ძალისაც, მადლისაც. პირველ რიგში ყველას უსურვებ, ვისაც შეუძლია აქ ამოვიდეს. მე არც მეგონა თუ ესეთი ასასვლელი იქნებოდა და ესე ავივლიდი როგორც ავიარე. მართლა სასწაულია და იმაზე ვარ უფრო სასწაულად, რა ვიცი, როგორ ავთქვა, გამოვხატავ ჩემი შვილს ერთხელ არ ამიყვანია ხელში. თავიდან ბოლომდე ამოვიდა თავისი ფეხი. ჩემზე წინია, ჩემზე. როცა ყოფილ ვარ, სანადირობა მიყვარს, სანადიროთ რო დავდივარ, ცოტას გაივლის სიღლება. აქ ისე ამოვიდა, რომ რა გაოცებული ვარ. ძალიან დიდი მადლი აქვს და განცდა მაქვს სერიოზულად. სურვილი მაქვს ერთხელ კი არა ამის მერე ყოველ ლომისობას ვიაროთ.
ტაძარში არის რკინის დიდი, მძიმე ჯაჭვი, რომელსაც ძველი ტრადიციით მომლოცველები მხრებზე იდებენ, ტაძარს სამჯერ შემოატარებენ და უფალს ცოდვების შენდობას თხოვენ. ამ რიტუალის შესრულების მსურველი იმდენად ბევრია, რომ საკუთარ რიგს საათობით ელიან. დღეს პირველად ამოვიდი წმინდა გიორგის ტაძარში და შეგრძნება გავს ეს თავიდან რომ ამოდიხარ გონია რომ ვერ ამოხვალ და რაღაცა ალბათ ეს დღევანდელი დღე ადამიანების არის ცხოვრების გზაც. ან როგორ უნდა გაიარო ქრისტიანულმა ეს გზა და რამდენად რთულია ამ გზის გავლა და როგორ ფიქრობ ზოგჯერ რომ გაჩერდე, აღარ წახვიდე, აღარ ამოხვიდე, მაგრამ როგორ დრო დარჩები, მე სამუდამოდ მოკვდები იმათ, რაც წმინდა გიორგისთან გელოდება და ეს შეიძლება გაიგივდეს მარადილ ცხოვრებასთან. ანუ ადამიანი რომელიც ჩერდება ამ გზაზე, რომელსაც აღარ უნდა უკვე ქრისტიანული ცხოვრება ამბობს ღვაწლზე უარს, სიწმინდის ცხოვრებაზე უარს, ის მერე ყოლდება და ანგრევს. ეს ადამიანები ამოვიდნენ, იმიტომ რომ რაღაც ეს მადლი, ღვთისმადლი წაიღონ აქედან. და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ თუ ეს ადამიანები ბრუსტურად გაიგებენ, კიდევ რატო ამოდიან, რის ამოდიან აქ ამ ტაძარში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უდესი მადლი აქვს წმინდა გიორგის, ძალიან დიდი შემწია, დამხმარეა მთელი ერისთვის, ჩვენი მთელი ქვეყნისთვის და მინდა რომ თითოეულ მათგანს, ვინც აქ ამოვიდა, ვინც არ ამოსულა აქ, რომ წმინდა გიორგის მადლი შეეწიოს, დაიფაროს და დაიცვას, ჩვენი ქვეყანა დაიფაროს ამ ადგილიდან, მინდა რომ შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ეს კურთხევა და წყალობა და მადლი არ უმოყოს ღმერთმა ჩვენს ქვეყანას. ლომისის მთის კალთებს შეფენილი უამრავი მლოცველი დღის ბოლოს აქაურობას თანდათან ტოვებს. ხალხმრავალი ხმაურიანი დღესასწაული მთავრდება და წმინდა გიორგის სახელობის სადაზიდულ ტაძარში ჩვეულის სიმშვიდე დაისადგურებს.